მე ვარ ბექა მიქაუტაძე, ქალაქ თბილისის საკრებულოში ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი. 6 თვის წინ ვიყავი არჩეული ამ ცენტრალური საბურთალოდან თბილისის საკრებულოში. ახალი გამოწვევაა ჩემთვის, ძალიან საინტერესო. მინდა ვგითხრათ, რომ ემსახურო შენს ქალაქს, შენს უბანს, იმ უბანს, სადაც გაიზარდე, არის ძალიან დიდი პატივი. და უამრავი გამოწვევა გვაქვს, რა თქმა უნდა, ქალაქში, მაგრამ უამრავი გაკეთებულითაც შეგვიძლია დავიტრაბახოთ საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად უჭიდრო თანამშრომლობით. ვახერხებთ იმას, რომ დავგეგმოთ სწორად და პირველი და ყველაზე მთავარი ის არის სწორად დაგეგმარება, სწორად პრიორიტეტების ჩამოყალიბება, მოქალაქეებთან ურთიერთობა, ყოველ ოთხშაბათს გვაქვს მოქალაქეებთან შეხვედრა და რა თქმა უნდა ეს გაგრძელდება. ეხლა ვიმყოფებით ორნიაშვილის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს ქუჩის რეაბილიტაცია, ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა ახალი ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, ასევე იცვლება გაზის მილი მთლიან ქუჩაზე, ამორტიზებული იყო ქსელი და თბილისი ენერჯის ცვლის გაზის მილს, ასევე შეიცვლება დაზიანებული წყლისა და წყლიანების ქსელები და ივლისის თვეში დასრულდება აღნიშნული სამუშაოები და მივიღებთ ახალ რეაბილიტებულ ქუჩას, ისევე როგორც ეს ქუჩა და დანარჩენი ქუჩები, სადაც ჩვენ შეპირება ქონდა წინასაარჩევნო და არა მხოლოდ წინასაარჩევნო გასაგებული, რა თქმა უნდა, ყველა პირობა შევასრულებთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა მიმდინარეობს, რომელსაც ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამა ჰქვია. იცით, ქალაქ თბილისის მერის და წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ 4 წელიწადში არც ერთი ამორტიზებული ლიფტი არ იქნება. მინდათ მესაკუთრე ხანაგობების პროგრამით საბურთალოს რაიონის გამგეობა ასრულებს ამ პროგრამას. უამრავი ლიფტი შეკეთდა, უკვე დასრულდა ჩვენს სამაჟორიტაროშიც და რა თქმა უნდა დაგეგმილია და 20 წელიწადში აღარ იქნება არც ჩვენს სამაჟორიტაროში და არც თბილისში ლიფტი, რომელსაც არ იქნება შეტანებული რეაბილიტაცია და არ იქნება წყობ მდგომარეობაში. ეხლა ვიმყოფებით პეკინის 24 ნომერთან, ეგრეთ წოდებულ გოლიათების ეზოში, სადაც ქალაქ თბილისის მერი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც ჩანაცვლების პროგრამა ჰქვია, რომელიც ახალ სიცოცხლეს აძლევს ძველ დანგრეულ სახლებს. აქ 4 სართულიანი სახლი იყო, რომელიც ელექტრიკას ვერ უძლებდა, იყო მე-4 კატეგორიის, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, გაუსაძლისი იყო ამ ცხოვრება. ეხლა როგორც ხედავთ, უკვე პროექტი მთავრდება, დასასრულს არის უკვე მიახლოებული, მიდის და რემონტები, მოპირკეთება გარეთ და ძალიან მალე მოსახლეობას ჩაბარდება ახალი, კეთილმოწყობილი, ლამაზი და რაც თავარია გრადი და საიმედო სახლი. მე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და მათ ჩართულობის გარეშე არ ხდება ეს. რაიონულ გამგეობებთან ერთად ახორციელებს ამას თბილისის განვითარების ფონდი და მინდა მადლობა გადაუხადო მათ ამ კეთილი საქმისთვის. მართლა ძალიან მაგარი პროგრამაა და მნიშვნელოვანი. თქვენთვის ცნობილია, მეგობრებო, ქალაქ თბილისის მერის გამწვანების პოლიტიკის შესახებ. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გამწვანებას თბილისში, ჰექტრობით ახალი მწვანე სივრცეები გაჩნდა თბილისში და მინდა კერძო საბურთალოზე მოგახსენოთ, ეხლა ვიმყოფებით სულხან-ცინცაძის 83 ნომერთან და მთლიან ქუჩაზე პრინციპში ესეთი სილამაზეა მოწყობილი საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, არა მხოლოდ ცინცაძის ქუჩაზე, არამედ მთლიან საბურთალოს გამგეობა, მისი გამგებელი გაიოს ვასაძე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გამწვანებით სამუშაოებს. ლამაზი სივრცეები აუცილებელი არის და რა თქმა უნდა თბილისის მერია და საბურთალოს რაიონის გამგეობა აუცილებლად გააგრძელებენ აღნიშნულ სამუშაოებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა ძველი ავტოფარეხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საბურთალოზე ძალიან ბევრი ავტოფარეხი აიღო მოსახლეობამ და იქ რაიონულ გამგეობამ მოაწყო ძალიან ლამაზი სკვერები და ბევრი მაგალითები გვაქვს ჩვენს რაიონში და მინდა ისევ მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ვეთანამშრომლო რაიონულ გამგეობას და ერთად გავალამაზოთ ჩვენი ეზოები. თვითმმართველობას ვერ ახორციელებს მხოლოდ სახელმწიფო და ხელისუფლება, თვითმმართველობა ხალხთან ერთად ხორციელდება და ეს ნამდვილად მაგალითი არის რეალური თვითმმართველობის, რაც დღესდღეობით ზაქარიაძის ქუჩაზე ხდება და უკვე არა მხოლოდ ზაქარიაძის ქუჩაზე. საბურთალო იყო ერთ-ერთი პირველი თბილისში, რომელმაც შექმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, სადაც შედიოდნენ საბურთალოელები, აქ მაცხოვრებელი ადამიანები. დღემდე მუშაობს ეს პროექტი და რა თქმა უნდა, ბიუჯეტის იგეგმება მათთან ერთად და ეს ჩართულობა და ინტერაქცია მოქალაქეებთან ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის გარშე თვითმმართველობა ვერ იარსებებს უბრალოდ. ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია განხორციელებული ბატონ ბექას მოსახლეობასთან ერთად.
ერთ-ერთი არის ზაქარიაძის ქუჩა, რაც დავიწყეთ. შეიცვალა კომუნიკაციები და მოსახლეობის ჩართულობით, საზოგადოების ჩართულობით შევეცადეთ შეგვეცვალა ქუჩა, დაგვერგო მრავალი მცენარე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერაქცია როგორც წარმომადგენლობითი ორგანოსი ადგილობრივ გამგეობასთან, მერიასთან, მერის სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათთან სწორი ინტერაქცია, სწორი კომუნიკაცია, რადგანაც ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს საქმე, რასაც ქალაქ თბილისის მოვლა პატრონობა ქვია, რასაც ქალაქ თბილისზე ზრუნვა ქვია და მუნდურობით, რა თქმა უნდა, უამრავ სასიკეთო პროექტს გავაკეთებთ. წინ ბევრი გამოწვევა გვაქვს, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად ჩვენ ამას გადავლახავთ და ყველა პრობლემას, რომელიც გააჩნია ამ ქალაქს, რომელიც არსებობს ამ ქალაქში, ყველა გამოწვევას ჩვენ წარმატებით გავართვევთ თავს.